ვაგრძელოთ გამოშვებას. ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე. რას გვირჩევს ექიმი და როგორია ზოგადად ოზურგეთელთა მოსაზრება ანტიბიოტიკების ხშირ მოხმარებასთან დაკავშირებით, ამის შესახებ სიუჟეტი ხათუნა ჩანგსელიანმა მოამზადა. დღეს საქართველოში პირველად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე აღინიშნება. როგორც ქუჩის გამოკითხვამ გვიჩვენა, ანტიბიოტიკებს ხშირი მომხმარებლები ყავს, თუმცა ექიმის რეკომენდაციის გარეშე ისინი მის მიღებას თავს არ იდებენ. როგორ არ მიმართავს, მაგრამ ვცდილობ რომ ექიმის გარეშე არ მივიყო. იმიტომ რომ მეშინია გართულებების შეიძლება უჩვენება გამოიწვიოს და რამე და ამიტომ ვცდილობ რომ ექიმის გარეშე არ მიმართო ანტიბიოტიკებს. მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევა რომ მიმართავს. არა, რეკომენდაციის გარეშე არასდროს არ მოვიხართ, იმიტომ რომ ჩემ ბავშვს ძალიან ბევრი სირთულე აქვს, ავადმყოფობს რა და ხშირად დაგვჭირვები აღონთ ექიმის დანიშნულებით ვიყენებთ ყოველთვის. და ხშირად გამოგვიყენებ. ეხლა ძალიან ბევრი ანტიბიოტიკია შემოსული ბაზარზე, მაგრამ ყველა წამალს აქვს თავისი დადებითი მხარეც და უარყოფითიც, გვერდითი მოქმედებები აქვს წამლებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გარდა რეზისტენტობისა ისინი მოქმედებენ სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციებზე და თრგუნავენ ამ ფუნქციებს. ღვიძლზედაც, თირკმელებზედაც, სასუნთქო ორგანოებზედაც. აგრეთვე იწვევენ კუჭნაწლავის ტრაქტში დარღვევებს და დისბაქტერიოზს ვეძახით ხოლმე ჩვენ და მერე აი ამ გვერდითი მოქმედებების და არასწორი მკურნალობის შედეგად გამოწვეული დაავადებების მკურნალობა ხდება საჭირო ექიმების მიერ. ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის, სამედიცინო პერსონალისა და ფარმაცევტებისათვის საინფორმაციო ფურცლები გავრცელდა. ადამიანები და პაციენტები, რომლებიც მიჩვეული არიან, რომ მივიდნენ აფთიაქში და ნებისმიერი ანტიბიოტიკი, რომელიც გაუგონიათ ან ვიღაც მეზობელმა ურჩიან რაღაცა ეს იყიდონ, შეექმნებათ დისკომფორტი, რომ ვერ იყიდიან, მაგრამ აუცილებლად იქნება ძალიან სასარგებლო მათთვისვე და საერთოდ საზოგადოების. იმიტომ რომ მკვეთრად შეამცირებს არასაჭირო და არამიზნობრივი ანტიბიოტიკების გამოყენებას და ის, ვისაც ნამდვილად ჭირდება, დღეს ხელმისაწვდომობა საკმარისია ოჯახ ექიმებთან და სხვა ჯანდაცვის მგოლებთან, რომ გამოუწერონ რეცეპტი, აქ იქნება დამცავი მექანიზმები, რომ ეს უფასოდ ხდებოდეს და რაღაც ესეთი და ის მაინც მიიღებს. ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენებისადმი მიძღვნილი დღე ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში შემავალ 53 ქვეყანაშიც აღინიშნება.